ირაკლი, თქვენ ხართ ერთ-ერთი დაზარალებული აქციებზე, რომ გვიამბოთ თქვენი ამბავი და ამავდროულად საინტერესოა რა საპროტესტებდით, კონკრეტულად რა ტიპის პრეტენზიები გქონდათ გისმენთ. 2 დეკემბერს მოხდა ჩემი დაკავება. ამ დროს ვიდექი უბრალოდ უნივერსიტეტის სხვა ლექტორ პროფესორებთან ერთად მივედით და ბუნებრივია აპროტესტებდით იმას, რასაც აპროტესტებს ყველა. და აბსოლუტურად მოულოდნელად დაიწყო აქციის დარბევა გაცილებით ადრე, ვიდრე წინა დღეებში ხდებოდა. მე არ ვეკუთვნი ხა იმ ადამიანებს ლექტორი ვარ, შესაბამისად არ მაქვს არც ჩვევაში მაქვს გინება, არც ქვების სროლა და ასე შემდეგ. ვიდექი ჩვეულებრივად მშვიდად და ვაპროტესტებდი ჩემს, ანუ გამოვხატავდი ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას. როდესაც აი ამ ფაროსანი ყმაწვილები რო არიან, გამოიყო რაღაცა ერთი ჯგუფი იქიდან, ჩვეულებრივად მომკიდეს ხელი და ამიყვანეს, ან გამიტაცეს ყოველგვარი აი ყველაფრის გარეშე, გაფრთხილებების და ასე შემდეგ გარეშე. როგორც კი აღმოჩნდი კორდონს მიღმა, დაიწყო ჩემი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემა, რავი, დაყაჩაღება პირდაპირი გაგებით, ანუ სპეცნაზის წევრი ჯიბეებიდან მაცლიდა სხვა ნივთებს და თავის ჯიბეებში იტენიდა და თან ამბობდა არა, კაი ნივთია და ასე შემდეგ. მე ამის შემდეგ უკვე მოხდა ჩემი მარშრუტკაში თუ მიკროავტობუსში შეყვანა, სადაც ასევე გაგრძელდა, ანუ იქ უკვე სადღაც 9 ვიყავით, იქაც გაგრძელდა სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფა, გინება და თან უკვე დაშინებები, რომ აი კიდევ მოხვალ აქციებზე, კიდევ მოხვალ. ნუ ხდებოდი, რომ ჩვეულებრივად ხდებოდა ამ შემთხვევაში დეჰუმანიზაცია. ამიტომ საკუთარი პირადი არ ვიცი როგორ ვთქვა, სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით დავიწყე ლოცვა. და ნუ ვერ მიხვდა ეს ადამიანი სპეცნაზელი რას ვაკეთებდი, როდესაც მიმაყურა და მიხვდა რომ ვლოცულობდი, ორმაგად დაიწყო გაბრაზდა, ორმაგად დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თან მიყვიროდა რომ აბა ქშველის ახლა ეგ შენეგლოცვა, ეგ ქშველის. ნუ ბუნებრივია, მას ალბათ გონია რომ არ მიშველა, მაგრამ მე ვთვლი რომ ჩემი ლოცვა მშველის იმაში რომ არ ვკარგავ ადამიანობას. თუმცა, ნუ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამ ადამიანობას უკვე დიდი ხანია გამოემშვიდობა აქციის მეორე მხარეს, სპეცნაზ გულისხმოვან შემთხვევაში. ამ ყველაფრის შემდეგ გადამიყვანეს მეორე მიკროავტობუსში, იქ უკვე ხელების შემიკრეს ზურგს უკან და ასევე გაგრძელდა ჩემი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ყმაწვილი იყო, ახალგაზრდა 20 წლის. მიმიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც უკვე სხვა კატეგორიის პოლიციელები იყვნენ, მაგიდებთან ისხდნენ და ცდილობდნენ გაფორმებას ყველაფრის, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი ფორმაში მოეყვანათ. ხელზე მქონდა მხოლოდ საათი შერჩენილი, დანარჩენი ყველაფერი წამართვეს. ანუ ლექციიდან მოვდიოდი, მქონდა ბლოკნოტი, სტუდენტების ჩანაწერები, პლანშეტი, ანუ ეს თითქოს არც არსებულა. პოლიციელმა აღწერა, შემოყვანის ოქროში ჩაწერა, რომ თან ჰქონდა საათი და სადღაც ჯიბეში ჩაკუჭული 20 ლარიანი. ანუ ეს არის ჩვეულებრივი დეჰუმანიზაცია. ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რისთვისაც 2012 წელს ასე ხმამაღლა ვსაუბრობდით ჩვენ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ეს არ არის დანგრეული სისტემა, ეს არის პირიქით უფრო გამყარებული სისტემა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გამყარებულ სისტემას ახლა უკვე დაერთო კიდევ ერთი ძიმე პრობლემა, ეს არის ფარისევლობა. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ქართულ ტრადიციებს ვიცავთ, ჩვენ მართლმადიდებლობას ვიცავთ და ასე შემდეგ და ამ დროს მე დამცინიან იმის გამო, რომ მე ვლოცულობ, ეს არის ფარისევლობა, მეტი არაფერი. და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ამ ყველაფერს ნუ ვიღაცები ვერ ხედავენ. ვინ არის ეს ვიღაცები, ვინ არის? მაგალითად ზოგიერთი ტელევიზია ვერ ხედავს ამას და ცდილობს ამის პარალელურად ისტერიკა ატეხოს, როდესაც სადღაც ალიბაბადან თუ ჩინეთიდან გამოწერილი კუბო იწვის. აბსოლუტურად არაკანონიკური, ასე ვთქვათ, წესებით შექმნილი გამოსახულებებით, რომელიც
რამდენადაა საერთოდ ქრისტიანული და მართლმადიდებლური, ამაზე აღარც არის საუბარი. მაგრამ ზოგიერთ ტელევიზიას ასე უნდა. ესე უნდა დანახვას სიმართლის, მაგრამ სიმართლე ერთია